იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა გაფანტული სკლეროზის დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტებს მომსახურებასა და მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებს სახელმწიფო დაუფინანსებს. სახელმწიფო დაფინანსებასა და ახალ სერვისებზე დეტალური ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს ჯანდაცვის მინისტრმა მიაწოდა. გივი კუჭევას რეპორტაჟი. ანა ჭოხონელიძე ერთ-ერთია, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამით გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებს. რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის პაციენტებს სამედიცინო მომსახურება და მაღალტექნოლოგიური კვლევებით სრულად დაუფინანსდებათ. ფინანსურად იმდენად რთულია, პროგრამაში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეძლო ჯამრთელად თუნდაც სოციუმში მოხვედრა. ჩავერთე პროგრამაში ეს დიდი დახმარება ფინანსურად. გაფანტული სკლეროზის მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა ჯანდაცვის სამინისტროში ფორმა 100 უნდა წარადგინონ. პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ კი მათ საშუალება ექნებათ აფთიაქიდან მედიკამენტი გაიტანონ. ხოლო სამედიცინო სერვისის მისაღებად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართონ. გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო აფინანსებს ძვირადღირებულ სპეციფიკურ მედიკამენტებს, მაღალტექნოლოგიურ MRT კვლევებს და სამედიცინო მომსახურებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში საშუალება ექნებათ პაციენტებს ამ ძალიან მძიმე, რთული დაავადებით, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი იყვნენ იმ აუცილებელი მკურნალობით. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები და მათი ოჯახები მნიშვნელოვანი ფინანსური წნეხისგან გათავისუფლდებიან. სახელმწიფო წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის მამოდიფიცირებელი მედიკამენტები, ოკრევუსის ხსნარი და გილენია უკვე შეიძინა. ოკრევუსის ხსნარის შემთხვევაში ფინანსდება მისი გადასხმის ან კანქვეშა ინექციის ხარჯებიც. საბედნიეროდ გვაქვს შესაძლებლობა დღეს სრულად უზრუნველყოთ ის საჭიროებები, რომელიც ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს გააჩნიათ. პროგრამით პაციენტს სრულად უფინანსდება სტაციონარში მედიკამენტ მეთილპრედნიზოლინით მკურნალობაც.